Benzინის ტარიფი შემცირებულია. 1 იანვრიდან ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგო კომპანიებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმება ამოქმედება. Ის, ვინც 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 27%-ით ნაკლებ გადასახადს გადაიხდის. მომხმარებელთა იმ ნაწილისთვის კი, რომელიც 300 კილოვატამდე დენს ხარჯავს, ტარიფი 21.5%-ით მცირდება. ოფიციალურ ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ შემცირებული ციფრები მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმოქმედებს. დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან ნაციონალები. უმცირესობა ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. ახალ წელს მოსახლეობა ახალი ტარიფებით შეხვდება. კომპანია თელასა და ენერგოპროსთან გაფორმებული მემორანდუმით 1 იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი იმ ადამიანებისთვის შემცირდება, ვინც 300 კილოვატზე ნაკლებს მოიხმარს. ხელისუფლების მტკიცებით ტარიფის 3.5-ით შემცირება მოსახლეობის 90%-ს მოიცავს. ელექტროენერგიას რაც შეეხება პირველ და მეორე ჯგუფის 100 და 300 კილოვატამდე მოახერხეთ შემცირება. ეს 90% მოსახლეობას ეხება დაახლოებით 3.54 თეთრით. ტარიფების შემცირების მასშტაბი მიუღებელია ოპოზიციისთვის. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა თავად რატომ ვერ მოახერხა ყოფილმა ხელისუფლებამ 2006 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, ამ საკითხზე პარტიაში არ საუბრობენ. 100,000 ქართველი ოჯახი მიიღებს ეკონომიას თვეში 3 ლარი და 54 თეთრი. მე მგონი ეს არის მოტყუება ქართველი ამომრჩევლის. ქართველ ხალხს მე დარწმუნებული ვარ, არ ქონდა ასეთი მოლოდინი მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. ენერგეტიკის მინისტრი 3.5-ით შემცირებულ გადასახადს პირველ ეტაპად მიიჩნევს. სამთვიანი მემორანდუმის დასრულების შემდეგ კალაძე ფიქრობს, რომ ტარიფი კვლავ დაიკლებს. იმას, რომ ტარიფების დაწევა უფრო მეტი შეიძლებოდა, მე მინდა გითხრათ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმებულია, ეს არის 3 თვით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით და ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს კიდევ დეტალების შესწავლა და არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელი გახდეს უფრო მეტით მოხდეს ტარიფის შემცირება. გამანაწილებელი კომპანიების შემოსავლების ხარჯზე შემცირებულ ტარიფს ექსპერტები დროებით მოვლენად მიიჩნევენ. პაატა შეშელიძის აზრით არსებული სისტემის გაუმართავება და მონოპოლიები სახელმწიფოს ფასის წარმოქმნის საშუალებას აძლევს. თბილისში აქვს მონოპოლია ელექტროენერგიის მოწოდებაზე არაო თელას, ხოლო რეგიონებში პრო ჯორჯიას. შესაბამისად, თუ ეს სტრუქტურები შენარჩუნება, ანუ მონოპოლიების შენარჩუნება, ასევე შენარჩუნება სახელმწიფოს მიერ ფასის ამოხსნა, რაც იქნებოდა უკეთესი და შეიძლება ამაზე არის კიდეც უკვე საუბარი, ახლა ჯერ არ ვიცით როგორია პროექტი. ეს არის კონკურენციის დაშვება და ალტერნატივების გამოჩენა ამ ბატონს. ხელისუფლება პირობას დებს, რომ 3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება. ენერგეტიკის სამინისტროში გაზისა და საწვავის ფასების შემცირებასაც განიხილავენ.